რეკლამის შემდეგ რუბრიკა ბათუმელით გიბრუნდებით ამ კვირის სტუმარი შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორია. ნახეთ მამუკა ახალაძის ხედვები ბათუმთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბატონო მამუკა, მადლობთ რომ ხართ ჩვენი რუბრიკის სტუმარი. პირველი კითხვა არის ესეთი: რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმელობა? არის თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა ამ ქალაქის მკვიდრობა? ბათუმელობა ჩემთვის მარტო იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ, ამ ქალაქში გავიზარდე. ბათუმელობა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, რადგან ზოგადად როგორც მეზღვაურისთვის, ასევე საზღვაო დარგის მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელისთვის ბათუმელობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს არის ქალაქი, რომელთანაც მთელი საქართველოს საზღვაო ისტორია არის დაკავშირებული ძირითადად. დღესაც ეს ქალაქი ინარჩუნებს ამ საზღვაო ცენტრის სტატუსს მთელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ქალაქია ბათუმი. ბათუმში ცხოვრობს მეზღვაურების უმეტესი ნაწილი. ბათუმში არსებობს ძირითადად ყველა საზღვაო საგანმანათლებლო თუ საწვრთნელი ცენტრი. ისტორიულად ბათუმშიც იყო და დღესაც გრძელდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ადმინისტრაცია ყოველთვის ბათუმში იყო. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ბათუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებისთვის და ზოგადად ასევე საპორტო ქალაქია ბათუმი. იყო პერიოდი, როდესაც პორტო ფრანკოს სტატუსით სარგებლობდა ბათუმი. ბათუმს უკავშირდება პირველი ტანკერის დატვირთვა მთელს ჩვენს რეგიონში, როდესაც ნავთობი გადაიტანეს. ბათუმს უკავშირდება იგივე ნავთობტერმინალის შექმნა, რომელსაც უკვე 130 წლის უკან მოხდა ეს ყველაფერი. ეს ქალაქი არის განსხვავებული ყველა ქალაქისგან ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალაქებშიც მიცხოვრია, დედაქალაქშიც მიცხოვრია გარკვეული წლების განმავლობაში, ბათუმი მაინც სულ სხვა. აქ სხვანაირი სულია, აქ სხვანაირი ურთიერთობებია, ხალხიც განსხვავებულია თითქოს და აი ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქესთვის და ასევე როგორც რიგითი მეზღვაურისთვისაც რო ავიღოთ თუნდაც, აქ ქუჩაშიც გასეირნებაც სხვა სიამოვნებაა, იმიტომ რომ ძირითადად ისე არის ამ ქალაქში, რომ ბევრი ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, უფრო მეგობრულად არიან ერთმანეთის მიმართ, თბილი ურთიერთობა აქვს და ეს ყველაფერი ამ ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს ძენს. გარდა ამისა, ჩემთვის ბათუმი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა საქართველოს მოქალაქეთვის არის დასვენების და გართობის ცენტრი, ტურისტული ცენტრი საქართველოს. კარგად ცნობილი ფაქტია, რომ მილიონობით ტურისტი სტუმრობს ამ ქალაქს სეზონის განმავლობაში. და ეს ქვეყნის განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეს ქალაქი და ზოგადად მთლიანად ეს რეგიონი, რადგან ძალიან ლამაზი კუთხეა, ძალიან ლამაზი ბუნებაა, ლამაზი ხალხია და სტუმართმოყვარეობის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მთელ შავ ზღვაზე. ძველი ბათუმი ჩემთან ასოცირდება, რა თქმა უნდა, ბავშვობის პერიოდში რო შევადარო დღევანდელ ბათუმს. რა თქმა უნდა, სხვაობა ზოგადად არის. ფიქრობ, სხვაობა უკეთესობისკენ არის, იმიტომ რომ ქალაქი ძალიან განვითარდა, ძალიან გაიზარდა. უფრო მეტი ყურადღების კონცენტრაცია მოხდა ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის მიმართ. რა თქმა უნდა, ძველი ბათუმიც ძალიან ლამაზი იყო და ძველი ბათუმის სილამაზე დღესაც არის შემორჩენილი ჩვენ ქალაქში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის არქიტექტურული ნაგებობები, რომელთაც მართლაც ანალოგია არ ყავს საქართველოში. ამ კუთხით ბათუმი ძალიან ლამაზია დღესაც და ეს ისტორიის შტრიხები დღესაც შემორჩენილია ამ ქალაქში. უბრალოდ ვიცი, რომ ბევრს ნოსტალგია აქვს ძველი პერიოდის, რა თქმა უნდა, ყველას ინდივიდუალურად ესმის ეს ყველაფერი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბათუმის განვითარება ზოგადად სწორედ მისი ისტორიის შტრიხებში ჯდება კარგად დღესდღეობით და აქ შერწყმულია ერთმანეთთან ქალაქის ისტორიული სახე და თანამედროვეობა ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზს ხდის ამ ქალაქს. ჩემი შეგნებული ცხოვრება ბათუმში გავატარე. აქ ვსწავლობდი, დავამთავრე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, რომელმაც მე მომცა ჩემი პროფესია, მეზღვაურობა. ძალიან რთული პერიოდი იყო მაშინ, როდესაც მე ვსწავლობდი აქ. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გახსოვთ ალბათ 90-იანი წლები არ იყო საქართველოს ისტორიაში ძალიან სასიამოვნო პერიოდი, თუმცა მაინც იყო იმის საშუალება, რომ დავუშვათ რაღაცა კარგი დაგვენახა ამ პერიოდში. მე მაშინ რაც მახსენდება კარგი ეს არის, რომ საშუალება განვითარების, განათლების მიღების იყო მაშინ, ეხლაც არის რა თქმა უნდა. და უფრო მეტი ძალისხმევა გვეხარჯებოდა ამ კუთხით, რომ რაღაცა გვესწავლა. უფრო მეტი мотиваცია გვქონდა, რომ რაღაცა ჩვენი სიტყვა გვეთქვა ცხოვრებაში და ეს ქალაქი ზოგადად, აი, სულ პატარა ბავშვობის დროს მახსოვს, რომ აქ
მაშინ ძალიან ცნობილი იყო კინოები, რო გადიოდა კინოებში დავდიოდი, რაღაც გასართობი ცენტრები იყო. აი კომუნისტ საბჭოთა კავშირის პერიოდი მახსენდება მაშინ 80-იანი წლები. აი მაშინ ის ბავშვობა ძალიან საინტერესო იყო და ბათუმი მაშინ განსაკუთრებით ეს ზღვა და ხედი და ეს ყველაფერი ძალიან მომხიბვლელი იყო და გარკვეულწილად ამანაც ითამაშა როლი პირადად ჩემს პროფესიის არჩევაში, იმიტომ რომ შეუძლებელია როდესაც ეს სილამაზეს ზღვის ხედს ხედავ, მე ზღვაური არ გახდა. რა შეცვლით ქალაქში, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაიმე ბათუმში შესაძლებელი? მიუხედავად იმისა, რომ ვითარდება ქალაქი, ვითარდება ინფრასტრუქტურა, ვითარდება სასტუმრო და დასასვენებელი სექტორი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის გაუმჯობესების და დახვეწის საშუალება. ეს არა მარტო ბათუმს, არამედ ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ ტურისტულ ცენტრს ეხება. მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით კიდევ ბევრი არის სამუშაო სერვისების განვითარების კუთხით, ეს განსაკუთრებით კერძო სექტორს ეხება, დაუშვათ იგივე მომსახურების დონე კერძო სექტორში, სასტუმროებში, რესტორნებში, სხვადასხვა გასართობ ცენტრებში. მე ვფიქრობ, უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის საჭირო, რომ ნებისმიერმა დამსვენებელმა, ტურისტმა, სტუმარმა თავი იგრძნოს აი როგორც ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, კარგად მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო აი იგივე ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში თუნდაც და მაღაზიებშიც კლიენტების მომსახურებას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. ამ კუთხით მე ვიცი, რომ მთავრობა ცდილობდა ადრეს და ეხლა ცდილობს ყველანაირად ტრეინინგების კუთხით ტრეინინგები ტარდება უფასო აი კლიენტების მომსახურების, თუმცა კერძო სექტორის ძალისხმევის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ თვითონ ბიზნესის ფლობელი უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ კლიენტს მოიმსახუროს უმაღლეს დონეზე. მე ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ დღეს არსებული სიტუაციით, თუმცა მინდა რომ ჩემი ქალაქი, ჩვენი ქალაქი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არა მარტო შავი ზღვის და მთელ ამიერკავკასიის რეგიონში, არამედ გაუწიოს კონკურენცია თუნდაც ისეთ ცნობილ ცენტრებს, რომლებთანაც ასოცირდება აი დაუშვათ იგივე ტურისტებისთვის მიმზიდველი რო არის დაუშვათ იგივე დუბაი, თუნდაც ავიღოთ სინგაპური, კვიპროსის ძალიან მომწონს ხოთაშორის კარგი მაგალითია ჩემთვის კუნძული კვიპროსი ტურისტების მომსახურების კუთხით, თუნდაც იგივე კონკურენცია რო გაუწიოთ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებს, იგივე ანტალიას, ბოდრუმს და ასე შემდეგ. უბრალოდ ალბათ ჩვენ ქართველები მაქსიმალისტები ვართ ყველანი და მე მინდა რომ ჩემი ქალაქი იყოს საუკეთესო და სამაგალითო და ამ კუთხით ვფიქრობ ჯერ კიდევ არის იმის საშუალება რომ განვითარდეს და გაუმჯობესდეს მომსახურების დონე. მე როგორც მეზღვაურ შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ასევე რა თქმა უნდა კიდევ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს მაქვს უკმარისობის გზნობა იმ კუთხით, რომ საქართველოს ნავსაყუდელებში დიდი რაოდენობით კომერციული თუნდაც და კერძო მფლობელობაში არსებული იახტები არ შემოდიან. რატო ხდება ეს? იმიტომ ხდება, რომ ზოგადად ჩვენ დღეს საქართველოს არც ერთ სანაპირო ზოლში არ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მაღალი მომსახურების დონით გაკეთებული იახტ კლუბები, იახტების ნავსაყუდელებები, ეგრეთ წოდებული მარინები, ამას მარინებსაც უძახიან სხვანაირად. აი ეს ამ მხრივ უკმარისობის ზნობას განვისთი, ვიცი რომ არის რამოდენიმე პროექტი კერძო სექტორის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს კერძო სექტორის გასაკეთებელია ყველაფერი და კარგი იქნება დაუშვათ თუ ბათუმი გახდება მთელი შავი ზღვის რეგიონის იახტების ნავსაყუდელ ცენტრად და გეტყვით რატო? ამ მხრივ რატო აქვს ჩვენ ქალაქს პოტენციალი? ფაქტიურად შავ ზღვაზე არსებული ნავსაყუდელები, რომლებიც იახტები გამოიყენებენ, უმრავლესობა ზამთრის პერიოდში იყინება. გარდა თურქეთის ნავსაყუდელებისა, რომელიც საკმაოდ ძვირია და ესტანბულში დაუშვათ იქ სხვა სექტორია, აი დანარჩენი იგივე ოდესის ნავსაყუდელი დაუშვათ იგივე ნოვოროსიისში, ისინი ყველანი იყინებიან, ამიტომ იახტების მფლობელებს უწევთ ზამთრობით გამოზამთრება სხვადასხვა ძვირადღირებულ იახტების ნავსაყუდელებში. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს შესანიშნავი კლიმატი, ჩვენთან ზღვა არასდროს არ იყინება, ადგილმდებარეობა შესანიშნავი და აი ეს სექტორი თუ კი განვითარდება, თქვენ წარმოედგინეთ უამრავი აი მილიონ დოლარიანი იახტები, რომლებიც ძალიან ძვირი იახტები შემოვლენ ჩვენ ბათუმში, გადაიხდიან ნავსაყუდელის ფულს, მომსახურებით ისარგებლენ, ეს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას წაადგება. ამიტომ აი მე ჩემი პირადი აზრია, რომ აი ეს იახტების ნავსაყუდელები აუცილებლად უნდა განვითარდეს, გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი იახტა რომ მიიღოს ქალაქში. ძალიან ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ჩემი მეზღვაურული კარიერის განმავლობაში თითქმის მსოფლიოს უმრავლესი პორტები მომინახულებია და ეს ჩემს მეხსიერებაში კარგად აისახება, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახა. აი ბევრი ქალაქია, როდესაც თანამედროვეობა ერწყმის ისტორიულ მოვლენებს. ამიტომ
მთავარი რა არის ისტორიული ძეგლები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, მათი რესტავრაცია უნდა მოხდეს, თუმცა ის არქიტექტურულად და დიზაინის და თვალსაზრისის კუთხით თანამედროვეობას უნდა შეერწყას, იმიტომ რომ მაშინ შეუძლებელი იქნება ბათუმი გახდეს ტურისტული ცენტრი, ბიზნეს ცენტრი, თუ კი თანამედროვე ქალაქის ნაწილი არ განვითარდება. ამიტომ ამის ყველაფრის სინთეზია საჭირო და აი ამ სინთეზში შეიძლება აი ოქროს შუალედი მოიძებნოს. მე სხვადასხვა ვიცი და ხშირად ვადენებ თვალყურს, აი ბათუმიდან არც თუ ისე შორს გონიოს, ეგრეთ წოდებული გონიოს პოლიგონის ტერიტორიაზე რაღაცა გრანდიოზული, რაღაცა წარმოუდგენლად დიდი და სასწავლებლები პროექტზე მიდის მუშაობა და აი ის თუ დაუშვათ განხორციელდა, მაშინ საერთოდ ამ რეგიონს კი არა, მთელ საქართველოს რაღაცა სხვანაირი სტატუსი მიენიჭება, იქ საკმაოდ სერიოზული კომპანია მუშაობს ამაზე. მე უბრალოდ თვალყურს ვადენებ როგორც რიგითი მოქალაქე, გულშემატკივრობ მათ და იმედია რომ აი არა მარტო ბათუმი, არამედ ის შემოგარენის განვითარდება და ეს გახდება ძირითადი დანიშნულების ცენტრი ბიზნესმენებისთვის, ტურისტებისთვის, არ ვიცი, სხვადასხვა დანიშნულების სექტორის წარმომადგენლებისთვის და იგივე თუნდაც აეროპორტი გაიზრდება, უფრო დიდი თვითმფრინავების მიღება შეეძლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტურისტული გემები, ბევრი შემოვა, საკრუიზო გემები. ამის ყველაფრის პოტენციალი ჩვენს ქალაქს და ჩვენს რეგიონზე, რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანას აქვს. ვითარდება ქალაქი, ყველაფერს მისი დრო აქვს, ნელი ტემპით, თუ ჩქარი ტემპით, ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ყველაფერი მთავარია, რომ ტემპი არ გაჩერებულა, ვითარდება და იმედია, რომ რამოდენიმე წელიწადში ბათუმი სერიოზულ სიტყვას იტყვის მთელი რეგიონის მასშტაბით და იქნება ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული ცენტრი მთელ შავ ზღვაზე. რას უსურვებთ ბათუმს? უპირველეს ყოვლისა უსურვებ მშვიდობას, რომ მშვიდობა იყოს მთლიანად მთელს რეგიონში, რადგან მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარდეს საერთოდ რაიმე. უსურვებ ამ ქალაქს, რომ გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი მთელი შავი ზღვის რეგიონში, ყველაზე ცნობილი ქალაქი გახდეს ეს სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ტურისტული მიმართულებით. მე ვისურვებდი, რომ ბათუმი გახდეს ასევე მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი მთელ რეგიონში. ამის საშუალება არის და ამაზე როგორც უკვე აღნიშნე, მიდის მუშაობა და შეიძლება მართლაც აი გონიოს ტერიტორიაზე სერიოზული ბიზნეს ცენტრი აშენდეს, რაღაც წარმოუდგენელი პროექტი არის, რაღაც რომელზეც მუშაობა მიდის. ასევე მე ვისურვებდი ამ ქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ დაამთავროს საზღვაო სასწავლებლები გახდნენ მეზღვაურები, რადგან კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ეს ქალაქი ძირითადი ნაწილი მეზღვაურების ხრებზე განვითარდა, იმიტომ რომ მეზღვაურები იყვნენ ყოველთვის აქ უცხოური ვალუტის შემომდანი, ეგრეთ წოდებული ლეგიონერები. ამიტომ უსურვებდი, რომ ამ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი მეზღვაური ყოფილიყოს, რაც შეიძლება ბევრი მეზღვაური ყოფილიყოს ყველა ოჯახში, რადგან ეს ზოგადად მეზღვაურის არსებობა, ეს ეკონომიკური სიძლიერის საწინდარია და უსურვებ ამ ქალაქის განვითარებას, სილამაზეს, უფრო მეტ სილამაზეს, უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ დამსვენებელს და სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესოს ერთმანეთს ამ ქალაქის მაცხოვრებლებს.